გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. პირდაპირ ეთერში არის კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის ბატონ ჯამლით ხოხაშვილის სახელობის საავტორო სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ ბაჭკორია. დღეს 2024 წლის 17 დეკემბერია. მიუხედავად იმ სიტუაციისა, რომელიც არსებობს ქვეყანაში და მსოფლიოში, ჩვენ რასაკვირველია ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემებს და მინდა წარმოვადგინოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ქალბატონი ლელა ჩოპიკაშვილი, დამსახურებული მწვრთნელი, ყოფილი მოციგურავი და 32 წელი არის მწვრთნელი და მთელი თაობები აქვს გაზრდილი ფიგურულ მცენარეობაში. დიდი მადლობა ქალბატონ ლელა, რომ მობრძანდით. გადაცემის ყრილობისაც მეორე ნახევარში დაგტოვებს, იმიტომ რომ ეჩქარება მორიგ ვარჯიშზე, მაგრამ ეს გასაგებია და ჩვეულებრივი მომენტია. გადაცემის დებიუტანტი შეიძლება ასე ითქვას. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი მსაჯი წყალში ხტომაში, წარმატებული სპორტსმენი და 2024 წელს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გამართულ სოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო არბიტრი ჭოლა ჭანტურია. დიდი მადლობა ჭოლა განაცვალე. შორიდან გიცნობდით, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს მობრძანდით. პირდაპირ ვარჯიშიდან მოხვედით, ხო თქვენ? და ჩვენი გადაცემის დებიუტანტი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მეორეჯერ არის წარმატებული სპორტსმენი ალექსანდრე ცხომელიძე, იგივე ჩემპიონატის რიო-დე-ჟანეიროში ნოემბერში გამართული მსოფლიო ჩემპიონატზე ტოპ 10-ში შესული ალექსანდრე ცხომელიძე წყალში ხტომაში და ვისაუბრებთ ამ თემებზე, ამ ჩემპიონატზე, გეგმებზე. დიდი მადლობა. რასაკვირველია, ამ გადაცემის მეორე ნაწილში მე ვცლად ვისაუბრებ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც თებერვალში გაიმართება საქართველოში, თბილისში, ბაკურიანში და ბათუმში სახეობების მიხედვით. ამ თემაზე ჩვენ გქონდა წინა გადაცემებში ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ბატონი ლერი ხაბილოვი იყო სტუმრად, პრეზიდენტი, ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია. დღესაც ვისაუბრებთ, მაგრამ თავიდან მინდა მივცე გადავცე სიტყვა ქალბატონ ლელა ჩოპიკაშვილს. დიდი მადლობა ქალბატონ ლელა, რომ მობრძანდით. მადლობა მოწვევისთვის. წარმატებული მოციგურავე იყო 80-იან წლებში, შემდეგ 32 წლის ასაკში, 32 წლის განმავლობაში, ბოლო 32 წელი ქალბატონ ლელა არის წარმატებული მწვრთნელი, უამრავი ახალგაზრდა გაზარდა და დღეს მინდა გამამახვილო ყურადღება არა მარტო იმ შეჯიბრებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში გაიმართა საქართველოს მოციგურავების მონაწილეობით, არამედ თვითონ ქალბატონ ლელაზე. ერთი კითხვა მაქვს თავიდან რომ დავიწყოთ. ჩათვალეთ, რომ ფიგურული მციგარეობის სპეციალისტების და გულშემატკივრების გარდა გიყურებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენ კარგად არ გიცნობენ. როგორ აღმოჩნდით ფიგურულ მციგარეობაში, როგორც დაზვერვა მაცნობა 3 წლის ასაკიდან დავდიოდით ფიგურულ მციგარეობაზე. 3 წლის იყავით, ხო? ასეა საერთოდ ფიგურულ მციგარეობაში 3-4 წლიდან იწყებიან. თქვენ როგორ აღმოჩნდით? უბრალოდ იმდენად აქტიური ბავშვი ვიყავი, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ რამე სპორტით უნდა დავკავებულიყავი და მომწონდა ძალიან ეს სახეობა და ამიტომ შემიყვანეს ფიგურულ მციგარეობაზე. მას შემდეგ ბარყინულზე. გასაგებია, 70-იანი წლებიდან ხართ და 1990 წელს თქვენ შეწყვეტეთ კარიერა, იმიტომ რომ არეული სიტუაცია არ არის არეცალა, პირობებიც არ იყო და 1992 წლიდან თქვენ ხართ მწვრთნელი. დიახ, 92 წლიდან დავიწყეთ მწვრთნელობის კარიერა. გასაგებია. ახლა მინდა გთხოვოთ იმ ტურნირებზე ვისაუბროთ, რომელშიც ქართველი მოციგურავები თქვენი მოწაფეებიც მონაწილეობდნენ ნოემბერ-დეკემბერში და მე კიდევ მექნება შეკითხვები, რომელიც ეხება კონკრეტულად ნიკა ეგაძეს, ჩვენ წარმატებულ მოციგურავეს, თქვენი მოწაფეა, ხო? თქვენი? დიდი ხნის განმავლობაში თქვენ თავიდან ბოლომდე, ხო? არა, თავიდან არა, 2013 წლიდან 17 წლამდე იყო ნიკა ჩემთან, დიახ. დავიწყოთ ამ ტურნირებით ნოემბერ-დეკემბერში ბოლო ორი თვე რაც იყო ჩვენი მოციგურავების მონაწილეობით, მგონი ახლა დიდ ტურნირებზე და საერთაშორისო გრან-პრიებზე ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ.
ვისაუბრეთ, აი ეს სადაც თქვენ იყავით და თქვენი მოწაფეები და ჩვენი ნორჩი ახალგაზრდა სპორტსმენები მონაწილეობდნენ, თუ შეიძლება. ეხლა ბოლოს ვიყავით ჩვენ ტაშკენტში, 2 კვირა ჩამოვედით. ჩვენი პატარა სპორტსმენებიც იყვნენ იქ, დიდი სპორტსმენები, ძალიან დიდი ჩვენი საქართველოს როგორც სპორტული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე აის არენას წარმომადგენლები, ბავშვები, კარგად ჩაიარა ტურნირმა, საკმაოდ დიდი ტურნირი იყო, 250 მონაწილე იყო, საერთაშორისო ტურნირი იყო. იუნიორთა კატეგორიაში აიშა ალახვერდიევამ მესამე ადგილი მოიპოვა. ასევე ამ ტურნირზე ჩატარდა გუნდური შეჯიბრება, რომელშიც საქართველოს გუნდი იყო, 2 გუნდად იყო საქართველოს წარმოდგენილი და ერთ-ერთმა გუნდმა მეორე ადგილი მოიპოვა. ძალიან გახარებულები ვიყავით, რა თქმა უნდა, პირველად მოხვდით ესეთ ტურნირზე, სადაც გუნდური სახეობაც მონაწილეობდა, გუნდური შეჯიბრიც იყო და ძალიან წარმატებული ტურნირი. აი მთელი შემადგენლობა შეიძლება დაასახელოთ თუ გახსოვთ ყველანი ვინც იყავით ტაშკენტში, აი შედეგების მიხედვით. ბევრი ვიყავით ძალიან ბატონო, თენგის ყველა დიდი დელეგაცია იყო, ხო? ძალიან დიდი. ესე იგი მეორე ადგილი დაიკავეთ აი გუნდურში. გუნდურში 2 გუნდით იყო საქართველოს წარმოდგენილი და დიახ ერთმა გუნდმა მეორე, მეორემ მეოთხე ადგილი მოიპოვა. მეოთხე ადგილი. იქ რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა? იქ 10-ზე მეტი თუ უფრო? 10-ზე მეტი ქვეყანა იქნებოდა, ზუსტად ვერ გეტყვით. 8 თუ 9 გუნდი იყო. თითო გუნდში 4 სპორტსმენი იყო, ესე იყო გუნდები ჩამოყალიბებული 4 სპორტსმენად და ჩვენ 2 გუნდი გვყავდა, რომელიც 4 კატეგორიებად იყო თან ეს გუნდები და დაყოფილი ყველა კატეგორიის სპორტსმენი არ იღებდა მონაწილეობას, ჩვენ გამოგვივიდა 2 გუნდი 4 სპორტსმენით. ეს რომელი ასაკობრივი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებიდან იყო არჩეული. გასაგებია. ეს ნოემბრის ბოლოს იყავით, ხო? ჩვენ ვიყავით დეკემბრის დასაწყისში. დეკემბრის დასაწყისში ტაშკენტში. ამინდის კარგი იქნებოდა ტაშკენტში, ხო? კი, ციოდა. ციოდა უკვე? ხო, მე ოქტომბერში ვიყავი იქ, სხვა ღონისძიებები იყო და იქ ცხელოდა, ძალიან ცხელოდა. ესე იგი დეკემბერში თქვენ მოხვდით იმ პერიოდში, როცა უკვე სიცივეებიც იყო. გასაგებია. ახლა რამდენიმე დღის წინ დღეს 15 დეკემბერს. დიახ. სოფლიოში, მათ შორის საქართველოში გაიმართა საზეიმო სპეციალური ღონისძიებები, რომელიც მიეძღვნა ფიგურული ციგრაობის დღეს. დიახ. ეს პირველად ჩატარდა საქართველოში თუ რამდენიმე წელია. მე წავიკითხე ფედერაციის გვერდზე საინტერესო ინფორმაცია და არენაზე იყო, ხო? არენაზე იყო შეჯიბრება. დიახ, აის არენაზე იყო. ეს დღე საერთაშორისო კავშირის ინიციატივით არის შექმნილი 15 დეკემბერი, აღინიშნება უკვე რამოდენიმე წელიწადია და წელსაც 15 დეკემბერს საქართველოს ფედერაციამ და აის არენას აკადემიამ ჩაატარა ეს ფესტივალი, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სპორტი ყველასთვის ფედერაციის მხარდაჭერით თანდგომით ჩატარდა. ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის. ეს დღე ხელს უწყობს ამ სახეობის პოპულარიზაციას ზოგადად ყველასთვის, არა მარტო სპორტსმენებისთვის, ასევე მოყვარულთათვისაც. და სპორტის სამინისტროს ხარდაჭერით. დიახ, სპორტის სამინისტროს ხარდაჭერით. საქართველოს ფიგურული ციგრაობის ფედერაციის გვერდზე არის დეტალური ინფორმაცია, ვისაც აინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ. სხვათა შორის, თქვენ ფედერაციას ხშირად უყურებ, მე ჭადრაკის ფედერაციას, ხელბურთის ფედერაციას, სპეციალური გვერდი არის კიდევ წყალში ხტომაში. სიმართლე რომ გითხრათ, თუნდაც სულ ხასიათზე ვარ, აუცილებლად უყურებ, იმიტომ რომ ისეთ საინტერესო ინფორმაციები, ახალგაზრდები, ნამდვილად კაი ხასიათზე მოდის ადამიანი, როცა კითხულობს ამ საინტერესო წარმატებულ ინფორმაციებს ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატებებზე. ახლა მაინტერესებს ქალბატონ ლელა, თქვენ იცით რომ თებერვალში ტარდება ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი, ფიგურულ ციგრაობაში შეჯიბრება გაიმართება ბათუმში, ჰოკეიში იქნება თბილისში, იქ მთავრდება უკვე არენა თითქმის დამთავრებულია, ასე მითხრეს ტესტი, ბოლო ღონისძიებები არის იქ ოლიმპიურ პარკში და სხვა სახეობებში ტარდება ბაკურიანში. ახლა ტელემაყურებლებს ვეთქვით რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს არასოდეს მედალი არ აუღია.
არც ერთ სახეობაში, არც კომუნისტების დროს, არც დამოუკიდებლობის პერიოდში. ყველაზე მაღალი ადგილი იყო ეს მე-9 ადგილი საბჭოთა პერიოდში კობაწაკაძე და დამოუკიდებლობის პერიოდში ფიგურული ციგრაობის ნაკრებმა, ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაზე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში 22 წლის იანვარ-თებერვალში ჩვენ მოვიპოვეთ მე-5 მე-6 ადგილი და მე-6 ადგილი მოქცეს რაღაცა ტექნიკური პარამეტრებით მისცეს ჩინეთს უზარმაზარ ქვეყანას რაღაცა ქულებით რაღაცა პატარებით გაგვასწრო მაგრამ ეს იყო უდიდესი წარმატება ჯერ ათეულში მოხვედრა და მე მე-6 ადგილი გუნდური ახლა რატომ გიყვებით ამას თქვენ ჩემზე კარგად იცით რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე медали არ აგვიღია, მაგრამ ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალებზე, ოლიმპიურ ფესტივალებზე, რომელიც ტარდება 31 წელია, საქართველოს სამჯერ აქვს მოპოვებული მედლები. პირველი იყო 90-იან წლებში მურვანიძე, ვახტანგ მურვანიძე ფიგურული ციგრაობა, ახლა ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. და ბოლო პერიოდში ნიკა ეგაძე 2017-ში ბრინჯაო, ხო, ბრინჯაო და კოსტია სუპატაშვილი, კონსტანტინე სუპატაშვილი, რომელიც ახლაც წყობრშია და ემზადება და მე ვფიქრობ, რომ უნდა გაგვახაროს კიდევ ბევრჯერ ნიკამაც და კოსტიამაც. ახლა მაინტერესებს, ნიკა ეგაძე შემთხვევით არ მიხსენებია, თქვენი მოწაფე იყო 4 წლის განმავლობაში თუ 5 წლის განმავლობაში. ახლა ჩაერთვება ეს კადრები, ნიკა რომ გამოდის, ნიკაზე რომელ წლებში იყო თქვენი მოსწავლე და თქვენ როგორ ფიქრობთ, მას აქვს პოტენციალი რა, ევროპის ჩემპიონატია მგონი იანვრის ბოლოს ესტონეთში. და რას ველოდებით ნიკასგან? ნიკას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ძალიან ნიჭიერი. ბოდიში ეს არის კადრები ნიკას გამოსვლა არის ერთ-ერთი ბოლო ტურნირზე. დიახ. ძალიან კარგად იასპარეზა ეხა ამერიკაში ნიკა გრან-პრიზე. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დადო თავის კარიერაში, მეოთხე პოზიცია დაიკავა იქ. სოფლიო რეიტინგში ნიკას დღესდღეობით მე-12 ადგილი უკავია. დიდებში. დიახ, დიდებში. და სეზონის რეიტინგში მე-6 ადგილზეა. სეზონის რეიტინგში სოფლიოში მე-6 ადგილზეა ნიკა. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ კი. ხო, ტრავმები აწუხებდა, ვიცი. სერიოზული ტრავმები აწუხებდა, მაგრამ ნიკამ ფიქრობ, რომ ყველაფერს ძლია და გაართვა თავი, ისე რომ მართლა ძალიან დიდი იმედები გვაქვს. თქვენ რომ ავარჯიშებდით ნიკა ეგაძეს, ის ბათუმში იყავით, ხო პერიოდში? დიახ, ბათუმში. და მე როგორც დღეს ვესაუბრე ქალბატონ მაკა გიორგებიანს, საქართველოს ფიგურული ციგრაობის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბოლო 12-13 წლის განმავლობაში იმ საქმეში, რასაც ქვია ფიგურული ციგრაობის უდიდესი წარმატებები საქართველოსი ბოლო 10-12 წლის განმავლობაში. როგორც მწნელების მომზადების კუთხით, ორგანიზაციული საკითხების კუთხით, ჭოლა განაცვალე, სადმე თუ გამოჩნდება ქართული ფესვებით მქონე სპორტსმენი უცხოეთში, აუცილებლად ქალბატონი მაკა ჩართავს. ამის დამსახურება ნამდვილად. ჩართავს ძიმე არტილერიას, დაზერვას, სპორტულ დაზერვას მოახერხებს იმის გადმოყვანას საქართველოს ნაკრებში. ძალიან ბევრი ასეთი მოიძებნა, იმიტომ რომ საქართველოში დღემდე სტანდარტული ზომის ყინულის არენა არ არსებობს. ახლა კეთდება ოლიმპიურ პარკში, დეკემბრის ბოლოს იქნება მწყობრში ეს ოლიმპიურ პარკში, დიღომში და ბათუმშიც კეთდება ისი სტანდარტული. არენა რომ ახსენეთ, იქ თითქმის სტანდარტია უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს და ის არენა რომელიც სპორტის ძველი სპორტის სახლისთან არის გვერდით, ის 60-იან წლებში იყო აშენებული ვასილი პავლეზე ჟავანაძეს ინიციატივით. იქ გაიზარდეთ თქვენ ის ნახევარიც, რაღაცა მესამედია სტანდარტი. ხო, და დანარჩენი რაც იყო, ის იყო სტანდარტზე ნაკლები. ახლა წარმოიდგინეთ, იძულებული იყო ქალბატონი მაკა გიორგებიანი უცხოეთშიც ეძებნათ ქართული ფესვების სპორტსმენები, ვისაც დედა ყავს, მამა, ბაბუა, ბებია, ნათესავები, რომ გადმოიყვანას საქართველოს დროშის ქვეშ, და ეს იოლი საქმე არ არის, თანხმობები უნდა, ბიუროკრატიული პროცედურები და უმეტესილად იქ ვარჯიშობდნენ და ბათუმში და თბილისში, მაგრამ შეზღუდული პირობებით. ხო და ნიკას ვარჯიშს რომ უყურეთ, მე ვიცი რომ ბათუმის მერიას დიდი დამსახურება არის ქალბატონ მაკა მითხრა და ბათუმის სპორტული ცენტრი, ხო? სულ გეხმარებოდათ, როცა თქვენ ბათუმში მუშაობდით,
ბათუმის მერია და ბათუმის სპორტული ცენტრი. ძალიან გვერდში გვედგა ბათუმის მერიაც, ბათუმის სპორტული ცენტრიც, იმ ბაზაზე, ასე ვთქვათ, ნიკა მანამდე თბილისში გადიოდა წვრთნებს, მაგრამ მერე თბილისშიც არ იყო წლების მანძილზე ყინული და ასე ბათუმი იყო ერთ-ერთი ძირითადი. კი, ნამდვილად იქ წავიდა ნიკას კარიერა წინ ბათუმში, ბათუმიდან წავედით. ამიტომ მოიხსენებიან, შინად მოიხსენებენ ბათუმელიო და წინანდროში თბილისელი ბათუმში ცხოვრობდა ვარჯიშობდა თქვენი ხელმძღვანელობით და ბათუმიდან წავედით ჩვენ ოლიმპიურ ფესტივალზე, მაშინ მედალია იღეს. დიახ, 2017-ში ეზრომში მოვიპოვეთ ბრინჯაოს მედალი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევა იყო მაშინ ეს ჩვენთვის, რადგან საქართველოში იყო აღზრდილი და გაზრდილი ეს სპორტსმენი. დიახ, და არა უცხოეთში, იმიტომ რომ უმეტესწილად ჩვენი წარმატებული მოციქრები უცხოეთში არიან დაბადებული გაზრდილი მე რა თქმა უნდა წინსვლა ჭირდებოდა ნიკას, ამიტომ გადაწყდა რომ ნიკას უნდა წასულიყო. უცხოეთშიც იყო ერთი პერიოდი, კი, რა თქმა უნდა წასულიყო და მას მერე უფრო და უფრო მაგის ნიკას შედეგები რა თქმა უნდა გაუმჯობესდა. ბათუმის მერიას და ბათუმის სპორტულ ცენტრს დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა ყველა მწნელს, რომლებიც მუშაობენ ძალიან პატარა ხელფასზე, ეს არ ვიტყვი საიდუმლო ინფორმაცია არის, არ ვიტყვი, მაგრამ საქართველოს ფიგურული სიგურაობის ფედერაციას და მის პრეზიდენტს უაღრესად დიდი მადლობა, იმიტომ რომ არა ქალბატონი მარიამ გიორგობიანი, რომ ჩვენი საერთაშორისო მსაჯი ქალბატონი სალომე ჩიგოგიძე ნამდვილად ჩვენ სახეობაში ალბათ სავარაუდოდ საერთოდ არაფერი არ იქნება. მაგრამ სახელმწიფოს ხარდაჭერაც იყო ბოლო წლებში აქტიური. გარეშე, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ ელოდებით უფრო მეც ხარდაჭერას. კი, რა თქმა უნდა, ველოდებით და დიდი სურვილი. ახლა ბოლო შეკითხვა მასდელო. თქვენ როგორ ფიქრობთ ევროპის ჩემპიონატზე? ტალინში 25 წლის იანვრის ბოლოს. დიახ. ეგაძეს აქვს შანსი რომ სამეულში მოხდეს? დიახ. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ მას აქვს სერიოზული შანსი მოხდეს სამეულში? შანსი რო აქვს ნამდვილად დარწმუნებული. იქ ექსი სპორტსმენი იქნება, ესე იგი ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა ერთეულებში და ორი წყვილი, მათ შორის ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ხო? ესე იგი შანსი არის. შანსი არის, რადგან ნიკას ძალიან კარგი პოტენციალი აქვს, ასე ვთქვათ, ულტრასი ელემენტებს ასრულებს ამ სახეობაში და ვფიქრობ, რომ შანსთან ერთად კიდე რაღაც ბევრი იღბალი, მილიონი რაღაცა ჭირდება სპორტსმენს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ერთად მოიყრის თავს ამ დროს. განსაკუთრებით კვება, ხო? ყველაფერი. აჯიკა და სვანური მარილი არ შეიძლება, ხო? ეს ვიცი. დიდი მადლობა. კიდევ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ცოტა ხანში ზამთრის ფესტივალის თემაზე. ქალბატონ ლეილა, ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატებები. მინდა უთხრა აქედან ფედერაციის ხელმძღვანელობას უნდა წარადგინოთ, ალბათ არ ვიცი დეტალებში არა ვარ გარკვეული, მაგრამ ეკუთვნის ქალბატონ ლეილაზე კიდევ რამდენიმე წელს საქართველოს დამსახურებული მწნელის წოდება, ისედაც არიან დამსახურებული რეალობით ცხოვრებაში, მაგრამ ეს წოდება ჯერ გაუქმებული არ არის, არ უნდა გააუქმონ არავინ და მე ფიქრობ, რომ კიდევ ბევრი ყურადღება, ვიცი რომ თქვენ განებურებული არ ახართ, მაგრამ ხარდაჭერა გაქვთ ფედერაციის და ქალბატონ მაკასგან, მაგრამ მოვადრო, როცა უფრო მეტი დაფასება გექნება, თავარია თქვენ გიყვართ ეს საქმე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი გაზარდეთ, როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება. დიდი მადლობა. ქალბატონ ლელას ვაძლევთ უფლებას შვიდად ჩუმად წავიდეს ვარჯიშზე და ჩვენ გავაგრძელებთ გადაცემას. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდით. ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი არის ჭოლა ჭანტურია, წარმატებული სპორტსმენი წყალში, ხტომაში და რაც თავარია საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი და 2024 წელს ნოემბერში, 24 წლის ნოემბერში რიო-დე-ჟანეიროში გამართულ სოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდულ სოფლიო ჩემპიონატზე ჭოლა ჭანტურია აღიარეს საუკეთესო არბიტრად. ესე იგი, ეს შეჯიბრება ის სოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა მარაკანას გვერდით, სახელმწიფო სოფლიოში ცნობილი სტადიონის გვერდით და ჭოლა ჭანტური, რომელიც დიდი ხანი არის მთელი ცხოვრება ფაქტიურად სპორტში, აღიარეს საუკეთესო არბიტრად. ახლა წარმოიდგინეთ ეს რას ნიშნავს ამ სახეობაში. ეს არის დიდი შრომის შედეგი და პლუს ძალიან დიდი აღიარება მსოფლიო არენაზე. საჯებზე ბევრია დამოკიდებული და როცა ასეთი საჯი ყავს, ესე იგი მისი სახელით პატივსცემენ უკვე სხვები მთლიანად საქართველოს და ქართველ სპორტსმენებს, საქართველოს ნაკრების სახელით ვინც გამოდის.
ახლა მინდა გთხოვოთ ჭოლო თქვენ როგორ აღმოჩნდით ახლა ჯერ ფეხბურთში იყავით კარატეში იყავით თუ პირდაპირ წყალში ხტომაში აღმოჩნდით როგორ აღმოჩნდით ამ სახეობაში პირდაპირ წყალში ხტომაში აღმოჩნდა შეიძლება ესე ბავშვობიდან კი მაგრამ თავიდან ანუ გამაჯანსაღებელი ჯგუფები იყო 1995 წელს მოხდი ისე ვაკის აუზზე მაშინ როცა დახურული იყო და მხოლოდ დარბაზი ფუნქციონირებდა ალექსანდრე ბართაია იყო მწვრთნელი რომელიც ესე ბავშვებს ირაკლის მამა დიახ ირაკლის მამა ესე ბავშვებს არჩევდა უბრალოდ და ესე ფიზიკურად აძლიერებდა თორე როგორც ესეთი წყალში ხტომის ჯგუფი მაშინ ცალკე არ არსებობდა მაგრამ 1-2 წლის მერე უკვე გადაწყვიტა რომ აი ცალკე წყალში ხტომის ჯგუფები შეექმნა და ზაფხულობით უკვე ლაგუნავერეზე ვინც ესე ცოტა ნიჭიერი ბავშვი იყო წყალში ჩაეყვანა და იქ წყალში ეხტუნავა უკვე. და რამდენი წელი იყავით მოქმედი სპორტსმენი ჭოლო? ნუ მოქმედი სპორტსმენი ვიყავი 2016 წლამდე 21 წელი ვიყავი მოქმედი სპორტსმენი. კი, ნუ მე ანუ დავასრულე კარიერა ასე ვთქვათ და მე ტოკიოსთვის ისევ მომწოდა რომ კი გამოსულიყავი მე დაემთხვა პანდემიის პერიოდი გადაიდო ყველა შეჯიბრის ალიცენზიოს ყველაფერი და მერე ისე მომიწია კარიერის დასრულება. აი საჯობა როგორ მოხდა ხა მე სხვადასხვა ბევრ სპორტსმენებს სხვადასხვა სახეობებში ვეუბნები. მწვრთნელობა უფრო რთულია ვიდრე საჯობა. რა კუთხით? როცა მწვრთნელი ყველაფერზე ხარ პასუხისმგებელი, თელ გუნდზე თელ და როცა საჯი ხარ უკვე მარტო შენი ქმედება უნდა იყოს სწორი და ზუსტი, შეიძლება პატარა შეცდომებიც მოდიოდეს, მაგრამ უკვე შენზე ხარ დამოკიდებული და როცა მწვრთნელი ხარ და მით უმეტეს გუნდურ სახეობა თუ იქ ფეხბურთი კალბურთი იქ მოიგებს იგებს გუნდი და წააგო ვინ წააგო ცელმა წააგო ასეა ყოველთვის და აი საჯობა ეს ვიღაცა გირჩია თუ თქვენი სურვილი იყო საჯობაში საჯობის ანუ პირველ რიგში საჯობა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ აი ჩვენ როცა ვიღებდით თვითონ მონაწილეობას შეჯიბრებებზე და საჯი არ გვყავდა ნუ საგრძნობლად ვიჩაგრებოდით კი ამიტომ ხა როცა საჯი ყავს უკვე სხვა მსაჯების ითვალისწინებენ რომ ანუ იმ ქვეყნის წარმომადგენელია კი ამიტომ აუცილებლობა იყო ერთგვარი რომ საჯი ყოლოდა შესაბამისად ანუ ენაც ვიცოდი, ცოდნაც მიწყობდა ხელს და გადავწყვიტეთ, რომ ჩამებარებინა გამოცდები და საჯი გავხდარება. და ეს როგორ დაიწყე? ჯერ საქართველოს ტურნირებში, მე რეგიონალურში და მე ლიცენზია უნდა გაიაროთ, რომ მოხდეთ სოფლიო ჩემპიონატი. როგორ არის აი წყალში ხტომაში ეს საფეხურები როგორ არის? ჯერ ვიმსაჯე კი რა თქმა უნდა საქართველოს ჩემპიონატი, შემდეგ უკვე უკრაინაში ვიყავით შეჯიბრზე და იქაც ვთხოვეთ რომ ეს 2017 წელი კი რომ მემსაჯა და 2018 წელს უკვე გადავწყვიტე რომ გამოცდები ჩამებარებინა რომ სპეციალური კი საერთაშორისო კატეგორია ამიღო და გამოცდების ჩაბარების შემდეგ უკვე აუცილებელია რომ სამი ესეთი მნიშვნელოვანი სოფლიო საწმოსნო სახეობის მიერ აღიარებული ტურნირი იმსაჯო რომ მაღალი კატეგორია მოგენიჭოს და შემდეგ უკვე შეგიძლია შედარებით დიდი შეჯიბრებების მსაჯობა. ახლა თქვენთან როგორ არის წყალში ხტომაში? აი დაუშვათ პატარა შეცდომა მოგივიდათ. იქ ვიდეო არის, ყველაფერი შემოწმება მიდის თუ როგორ არის იქ აი ეს არა ვარ მე ჩახედული ისე მსაჯებს ყავთ ერთგვარი თავისი მსაჯები კიდე ეს რო ვთქვა შემფასებლები. კი, ანუ რომ მსაჯები რო წერენ ქულებს, იქ კიდე ვიღაცა ერთი ზის, რომელიც მსაჯებსაც აფასებს, რომ ძირითადად ეხა აი როცა 7 მსაჯია და ყველას უწერია თქვა 6.5 და ვიღაცას 8 უწერია, კითხვის ნიშანს სვავენ რომ აი რატო დაწერა 8 და კი დიდი სხვაობა. ხანდახან არის რომ პირიქით 8 უწერია ვიღაცას დანარჩენებს 6, მაგრამ შეიძლება ის 8-ც სწორი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ იმან დაინახა კარგად და თუ ანუ ახსნი და ასაბუთებ შემდეგ ვიდეოში ნახავენ რომ კი აი მართალია და რაღაც ისეთი უხეში შეცდომა იყო რომელიც ხდება ესეც რომ მარტო ერთმა მსაჯმა დაინახა და 6-მა ვერ დაინახა ამ შემთხვევაში კიდე იმსაც პლუსი ეწერება ხო ისე დაძაბული ხარ სულ იქ შეცდომა
ეს გუნდურ სახეობებში იქ შეიძლება გამოასწოროთ. აქ იმავე წუთში უნდა მოხდეს ყველაფერი კი, აქ ანუ დაახლოებით 3-4 წამი გაქვს იმისთვის რომ ქულა დაწერო. იმიტომ რომ ეს თვითონ შეჯიბრიც რაღაც რეგლამენტში უნდა ჩაეტიოს რაღაც დროში. და ანუ მსაჯებსაც რაღაც დრო აქვთ რომ რაც შეიძლება სწრაფად დაწერონ რომ ეს შეჯიბრის დრო არ გაექცეთ რა. ხო, ახლა თქვენ ხართ საერთაშორისო კატეგორიის საჯი. რომელ წელს მიგანიჭეს ეს? მანამდე რა კატეგორიები ქონდათ, როგორ არის? ესე იგი 2018-ში რომ ჩავაბარე ეს სამსაჯო გამოცდები, ანუ A კლასის მსაჯი გავხდი, ყველაზე მაღალი კლასის მსაჯი 2020 წლამდე, მაგრამ 2020-დან 22-მდე ვერაფერი ვერ ვიმსაჯე პანდემიის დროს და ისე მოხდა რომ გამიუქმეს კატეგორია. რადგანაც ტურნემ ეს ყველას გაუუქმეს ალბათ. ყველას არ გაუქმეს, აი ვინც მოასწრო 2020-ის ბოლოს ჩაბარება, კი, და მე 2022-ში დასაწყისში იმსაჯა, იმას შეუნარჩუნდა. დანარჩენები, აი ვინც ზუსტად 2 წელი ისე გავიდა, რომ საერთოდ ვერც ერთი შეჯიბრი. მაგრამ თქვენი ბრალი არ იყო. არ იყო ჩვენი ბრალი, მაგრამ მაინც ეს ექნეს, რომ გაგვიუქმეს და და ხელახლა ჩააბარეთ. 2022-ში ხელახლა ჩავაბარე. კურსები უნდა გაიაროთ, გამოცდებით მარტო თუ როგორ არის იქ? სემინარები. არა, საგამოცდო პერიოდია 2 დღიანი ინიშნება სხვადასხვა კონტინენტზე წელიწადში ერთხელ და იქ ჯერ უნდა ჩააბარო ეს თეორიული გამოცდა, შემდეგ უკვე თან შეჯიბრი არის პარალელურად და იმ შეჯიბრზეც გამსაჯებენ რომ პრაქტიკული გამოცდას ჩააბარო. და ამის შემდეგ კიდევ არის ამე კატეგორია? ამის შემდეგ უკვე უნდა იმსაჯო 3 მნიშვნელოვანი შეჯიბრი და ხდები A კატეგორია, ანუ უმაღლესი დონის. ახლა რომელი კატეგორია გაქვს? ეხა A კატეგორია. ამაზე მეტი არსებობს რამე? არა, ამაზე მეტი კატეგორია არ არის. აჰა. მეტი კატეგორია არ არსებობს, ხო. ხო, გასაგებია, გასაგები. ახლა რა მაინტერესებს, აი სპორტსმენები და მწვრთნელები თქვენთან. როგორ გამოხატავენ პროტესტს? დაუშვათ რაღაცაში უკმაყოფილო არიან დაუშვათ. ნუ პროტესტის გამოხატვის ფორმა არის შეიძლება რომ აი შეჯიბრის შემდეგ არის 9 საათი, როცა შეიძლება რომ საჩივარი, ასე ვთქვათ, შეავსო და თუ არის რამე ვიდეო მტკიცებულება, მაგალითად ამ სოფლიოზეც დაფიქსირდა ესე რომ სპორტსმენის ჩახტომის დროს ვიღაცამ დაუსტვინა, რაც თქვათ იმის მანიშნებელი იყო, რომ აი მაგ დროს სპორტსმენს ეუბნებიან, როდის უნდა გაიშალოს, თქვათ, ანუ დაეხმარა სპორტსმენს. ამის გამო სპორტსმენი ფინალში იყო მოხვედრილი, მაგრამ ეს საჩივრის გამო მოხსნეს სპორტსმენი ფინალში ვეღარ შევიდა და ვიღაცამ დაუსტვინა რა იგულისხმება? მაყურებელი? მწვრთნელმა. მწვრთნელმა. კი, ანუ მაყურებელმა რომ დაუსტვინოს, ეგრე ან მწვრთნელმა დაუსტვინა ზუსტად იმ დროს, როცა ანუ გაშლის მომენტი იყო, ანუ დაეხმარა სპორტსმენს. ეს აკრძალულია. აკრძალულია, კი. მაყურებელმა რომ დაუსტვინა. გულშემატკივარმა თუ დაუსტვინა ან დაუძახა, ეს შეუძლია სპორტსმენმა ხტომის მერე ხელი აწიოს, იმ შემთხვევაში თუ ამან ხელი შეუშალა და რამე ზეგავლენა იმოქმედა მის ხტომას. და თავიდან გაიმეოროს ხტომა. ალბათ მაყურებლები რომ შედიან იმ არენაზე, უფრო მეტი გასინჯვარიც ვიდრე სხვა სტადიონებზე, რომ სასტვენები არ უნდა კონდეთ, მეგაფონები, საკვირები. ნუ მაგას ვერ კრძალავენ როგორც წესი, მაგრამ ანუ შეჯიბრის წინ გაფრთხილება არის, რომ სანამ ხტომა არ დასრულდება, მანამდე ხო გთხოვთ სიჩუმე შეინარჩუნოთ. ბევრ სპორტსმენზე ეს მოქმედებს, ხო? კი, მოქმედებს, ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ მიცესნება რომ გაემეორებინა ხტომა და კონცენტრაციის დარღვევა მნიშვნელოვანია რომ ახლა თუ შეიძლება კიდევ სოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში. ბრაზილიის დედაქალაქი არის ქალაქი ბრაზილია. იქ თქვენ ჩვენ ნაკრები ვარჯიშობდა სანამ რიო-დე-ჟანეიროში გადავიდნენ კონკრეტულად ჩემპიონატზე. ესე იგი ჩვენმა ნაკრებმა წყალში ხტომაში 4 კაცი იყო, ხო? 4 სპორტსმენი იყო. 4, 2 გოგო და 2 ბიჭი. და ჩვენმა ნაკრებმა ევროპის გუნდებისგან მე-4 ადგილი დაიკავა, თუ როგორ არის იქ, როგორ იყო იქ? კი, მერვეზე გავიდნენ სინქრონულ ხტომებში, ჯამურად და მათ წინ იყო 3 ევროპული გუნდი. გასაგებია. და თქვენ ახლა არბიტრები, კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთოდ ჩემპიონატის ორგანიზაციული ნაწილის ხალხი არ გეკითხებიან, რამდენი სპორტსმენია წყალში ხტომაში საქართველოში. მე კი ვიცი 20, ხო? ასე ირაკლი 20 პროფესიონალურად ვინც ვარჯიშობს. და 20 სპორტსმენიდან 4 გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა ის ხომ ძალიან დიდი წარმატება და მოხდნენ ტოპ 10-ში 2, ხო? 2 მოხდა ტოპ 10-ში. არ გეკითხებიან ეს როგორ ახერხებთ ამას? თქვენ რას პასუხობთ? კი, რა თქმა უნდა, ეს ანუ
თვითონ ჩემი სპორტსმენობის დროსაც, მწვრთნელის როცა ვიყავი და ვარ და საჯობის დროსაც, ეს ერთმანეთში ინფორმაციას ვცვლით, რომ რამდენი სპორტსმენია, რამდენი კლუბია და ასე შემდეგ და ვეუბნები, რომ ჩვენი გეოგრაფიული არეალი არის მხოლოდ ერთი აუზი. ერთი აუზი, აი რომ კლუბიც არ ქვია ამას. გვაქვს ერთი აუზი, სადაც სულ 20 სპორტსმენია პატარებიდან დაწყებული 7 წლის ბავშვები. ახლა მე წარმოვიდენია ჭოლა გენაცვალე. ახლა ევროპის ფედერაციები და მსოფლიო ფედერაციები და სპეციალისტები რომ უყურებენ წერია საქართველოს 20 სპორტსმენი ფიქრობენ ნული ხომ არ დააგდათ იქან რაღაც მინიმუმ ნული ხომ არ დააგდო 20 სპორტსმენიდან როგორ უნდა მოახერხოს 4-ის გასვლა სოფლიო ჩემპიონატზე ეს ახალგაზრდული სოფლიო ჩემპიონატი მე უკვე დიდები ჩემპიონატია ხო ეს ახლა ფიქრობენ ალბათ სხვათა შორის წყალბურთში პირველად რომ გავედით ევროპის ჩემპიონატზე 2014 წელი იყო უნგრეთში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში მე ვიყავი და ჩვენ ნაკრები პირველად რომ გავიდა ზაფხულში იყო და მოვიდნენ უნგრეთის ტელევიზიები, რამდენიმე ტელევიზია და მე ვთხარ მე რა შუაში ვარ, მე არა ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, მივუთით აქ დათორურულად გას მეთქი ფედერაციის პრეზიდენტი, იქ იყო ბატონი ყარამან ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე ბითაძე, არა, თქვენ ჩაგზერდო, მეკითხებიან ახლა, რადგანაც ეროვნული ფორმის ეკიპირებით ვიყავი, რამდენი აუზი არისო საქართველოში და მე ვეკითხები ბატონ დავითს როგორ უპასუხო მეთქი რამდენი აუზი არის რომ წყალბურთელებმა ივარჯიშეს თენგო უთხარი 1.5 როცა უთხარი 1.5 მეკითხებიან ეს ნახევარი რას ნიშნავს მე უთხარი ერთი სტანდარტული და მეორე არის არასტანდარტული სადაც წყალბურთელები ვარჯიშობენ და ხომ არ შეგიშალოთ მეკითხებიან ასე უნგრელები არა მეთქი ბუდაპეშტში არისო მარტო 100-ზე მეტი აუზი სადაც და ახლა ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი აუზი აქვს ხო და ახლა უნგრეთის წყალბურთი და საწყლოს სახეობა უმაღლეს დონეზეა არა მარტო ეს მაგრამ სხვა სახეობებიც ხო და ეს არ ჯეროდა და ხო თქვენ სიტუაციაში იგივეა ხო ჩვენი სიტუაცია კიდევ უფრო უარესია იმიტომ რომ აი მართლა რაც მე ვარ ამ სპორტში მთელი ცხოვრება ხართ ამ სპორტში 30 წელი ამ სპორტში ვარ ოცნებად გვაქვს ქცეული რომ მე მგონი იქნება ასეთი შედეგების შემდეგ ჭოლა ასეთი ბიჭების ასეთი შედეგების შემდეგ თქვენ საუკეთესო არბიტრად ორი სპორტსმენი ტოპ 10-ში მოხვდა ხუმრობა ხომ არ არის ახლა ეს მე-9 ადგილი ხო მე მგონი სახელმწიფოსგან იყო და უფრო მეტი იქნება ხარდაჭერა სპეციალური 1-2 აუზი დაამშვენებს სპეციალურად თქვენთვის იმიტომ რომ ახლა ყველა აუზი ვერ მოსთხოვი ხომ სხვადასხვა სახეობებია მე კომერციულია გასაგებია ხო ის კერძო აუზი თუ არის იძულებულია მოგებაზე წაგებაზე ხომ არ იქნება ადამიანი და ამიტომ აი სახელმწიფო ანუ აი ზუსტად ეგ არის პრობლემა რომ სახელმწიფო აუზები ჩვენ გვჭირდება ღრმა აუზი რახან ხტომა არის და შესაბამისად გათბობა ჭირდება მეტი, ანუ ხარჯია, ჭირდება დახურული აუზი, რომ მთელი წლის განმავლობაში შეგვეძლოს ვარჯიში, მაგრამ ანუ ისეთი შედეგები გვაქვს, რომ ახალგაზრდებში როცა უკვე ფინალში ვტრიალებს სულ ევროპაზეც და სოფლიოზე ეს შედეგები დიდებში რო გადავიტანოთ, აუცილებელია შესაბამისი პირობები იყოს. ახალგაზრდებში კიდე ვახწევთ ამ პირობებით შედეგს, მაგრამ დიდებშიც გვინდა უკვე გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ახალგაზრდებში მედლებზე ვიჭიდავთ და დიდებშიც უკვე ფინალში ტრიალი დავიწყოთ. წინა გადაცემებში სტუმრად ყავდა თეკლე შარია იყო ერთხელ შანიძე ხო მეორე მარიამ შანიძე ალექსანდრე ცხომელიძე მისი გიორგი წულუკიძე და მოეფერეთ ამ ბიჭებს ან წარმატებულ სპორტსმენებს და მეტი მესმის რთულია მოფერება არაკლიათ მაგრამ მეტი ხარდაჭერა იმიტომ რომ ახალგაზრდები არიან და რომ სოფლიოზეს რომ გავიდნენ დიდ სოფლიოზე დიდებშიც იქ რამდენიმე წელი უნდა შრომა სერიოზული შრომა და მერე უკვე რომ სოფლიოზე გავლენ და მოხდნენ ტოპ 10-ში ან ტოპ 5-ში ესეც დიდი წარმატება იქნება და მერე წამოვა დიდი პრემიები, დიდი ბონუსები, უფრო დიდი ხარდაჭერა, ცოტა უნდა მოითმინოთ, ცოტა უნდა ეს რეჟიმი, სპორტული რეჟიმი ყველაფერზე უარესკმა რამეს კვების კუთხით ან სპორტული დისციპლინის რეჟიმი უნდა დაიცვათ, რომ სხვანაირად არ გამოდის ეს. მით უმეტეს თქვენ სახეობებში როცა მარტო ხართ ახლა გუნდურ სახეობაში როცა ფეხბურთია ხო იქაც საჭიროა ეს მაგრამ 11 კაციდან თუ ერთი არ არის ფორმაში შეცვლი და რაღაცა შეიძლება ისე არ იმოქმედოს მაგრამ აქ ინდივიდუალურია ხო ყველაფერი ერთ კაცზეა დამოკიდებული შედეგი ხო 1-2 ხო იქ აუცილებლად არის საჭირო უფრო მეტი რეჟიმი მეტი მოთხოვნა
ნორმალური ძილი, ნორმალური კვება, დროული კვება, ხარისხიანი, სრთული თემა, ხო, საერთოდ. ნუ ეგ კიდე დალაგებადია, ერთადერთი აი აუზი არის, მაგრამ რაც დიდ პრობლემას გვიქმნის, რომ არ გვაქვს აი ისეთი აუზი, სადაც რამდენი ხანიც გვინდა რომ ვივარჯიშოთ და ისეთი პირობები იყოს, რომ ხო, თქვენ საუბრობთ უფრო სახელმწიფო აუზი, რომელიც კი, აუცილებლად, რომ იქ მოგება კომერციული აუზები მოგებაზე არიან, გასაგებია ესეც. სახელმწიფო რომელიც ნაკრებისთვის იქნება ბაზა და უფრო მეტი სპორტსმენები წამოვლენ და ეს არის ძალიან ლამაზი სპორტი. ახლა რაც დაგიმოვოთ ბავშვობაში, თუმცა მდინარეებზე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, სამეგრელოში რომ დავდიოდით, მე ჩემით რაღაცებს ვაკეთებდი, ახლა რომ ვფიქრობ წნელის გარეშე, ახლა რისზე მივდიოდით, იქ ხიდიდან ხიზგან ისეთ ნახტომებს ვაკეთებდით მდინარეზე, ხომ ეს რთულია და საშიშის არის. როცა შენ წნელის გარეშე ამას აკეთებ, ხო, ინდივიდუალურად შეიძლება დიდი რისკია ტრავმის, თავის შენი ტრავმის, ან მეგობრის ტრავმის და საერთოდ ოჯახის ტრავმის, ხო, ახლა ეს წარმომიდგენია რა სერიოზული რისკი არის ეს. კი, ეს ერთი შეხედვით შეიძლება არც ჩანს როგორი სპორტია, მაგრამ ძალიან ტრავმირებული. მამაციც უნდა იყო მომზადებულიც ფიზიკურად, მორალურად, გონებრივად, ყველანაირად. ეს ისეთი სპორტი ყველათისებები ერთად. ეს ძალიან ამიტომ ვაფასებ ალექსანდრე ცხონელიძეს რომ უყურებ მაქსენდება ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, აი ეს ისეთი ბიჭები არიან, ისეთი გოგოები რომ აი ეს ამაზე არიან ორიენტირებული, ამ შედეგი რომ დაიდოს და დიდი მადლობა თქვენ ჯოლა, თქვენ გეკუთვნით უფრო მეტი დაფასება, დამსახურება. აი ჩემ ახალგაზრდობის დროს იყო ასე და დამსახურებული წნელი, დამსახურებული არბიტრი, UEFA-ს არბიტრი, FIFA-ს არბიტრი, ასე შემდეგ. ახლა საერთაშორისო კატეგორიის უმაღლეს წერბალზე ხართ უკვე, ხო? ხო და თქვენი მოღვაწეობით ცდილობთ არა მარტო როგორც იპირონულ, არამედ ქვეყანას ეხმარებით, იმიტომ რომ ვისაც ეს სპორტის ხულისები, როცა შენ საჯი ყავს, უკვე სხვა დონის პატივისცემაა. იშვიათად არავინ არ გაუბედავს შენი ქვეყნის სპორტსმენს დაჩაგვრას ისე როგორც შეიძლება სხვას გაუბედონ. ეს ბევრი ნიუანსებია, თლა დაცული არა ხართ შეცდომებისგან საჯები, მაგრამ როცა საქართველოს შენ ქვეყანას ყავს სერიოზული დონის არბიტრი ნებისმიერ სახეობაში, ეს დიდი პლუსი არის იმისათვის, რომ შენის ქვეყნის სპორტსმენებიც მეტნაკლებად იყვნენ დაცული შეცდომებისგან, საჯების ან სპეციალური დაჩაგვრისგან, ხო? კი, აი ზუსტად ერთ მომენტს გავიხსენებ მაგასთან დაკავშირებით, როცა მე ვიყავი სპორტსმენი ჩინეთში მსოფლიო უნივერსიადაზე, მე და კორახაშვილი გავედით მე-4 ადგილზე და ეს 2013-ში. თუ სწორად მახსოვს. ხო, იმ პერიოდი ხო დაახლოებით. და ზუსტად ის მომენტი იყო, რომ აი თავი ვიგზენით ძალიან დაჩაგვრულად რა. ორი ქულა წავაგეთ იაპონიასთან, რომლებთანაც აი თვლიდით, რომ ნამდვილად მოვიგეთ. და 2023 წელს ონიკაშვილი და ონიკაშვილი და სანდრო მელიქიძე რო გამოდიოდნენ სინქრონში, უკვე მე ვიყავი უნივერსიადაზე მსაჯად და გავიდნენ მე-3 ადგილზე და არ დააჩაგრინეთ. ხო, აი ზუსტად და აი მოიგეს იქაც 2-3 ქულა, უბრალოდ მაგ მსაჯის ფაქტორმა ბევრი გადაწყვიტა. თქვენ არ დაჩაგრდება შენიანს მისცე უპირატესობა, მაგრამ არ დაჩაგრავთ. და სხვაც რომ გიყურებთ, უკვე არ დაჩაგრავს ის. სხვაც არ დაჩაგრავს, იმიტომ რომ შეეშინდება, რომ შენც არ დაჩაგრო. ხო, ეს გადაჯაჭნულია ყველაფერი ერთ სისტემაში არის. დიახ, ადამიანური ფაქტორი ყოველთვის არსებობს ყველა სახეობაში, მით უმეტეს. აი ფიგურულ ციკლობაშიც იგივე არ არის. იქ ხომ ქულებზეა, ხო ეს ხომ არ არის, ახლა ფეხბურთშიც არის, კალალბურთში, მაგრამ იქ სხვა მეთოდია და აქ უკვე სულთა ქულებზეა. ქულები სუბიექტური მიდგომაა. დიდი მადლობა ჯოვა გენაძველი, მე ძალიან ვამაყობ რომ თქვენ ასე წარმატებებს მიაღწიეთ, მანამდეც ვიცოდი, მოხარული ვარ რომ გავიცანეთ ერთმანეთი, ირაკლი ბართაიას. დიდი მოკითხვა მის ოჯახს, მამამის, მის თელ მათ ოჯახს და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ხელმძღვანელობას ყველას იქ რამდენიმე სახეობა შედის, წყალბურთი, წყალშეხტომა, ცურვა, ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი არის წყალთან დაკავშირებული და დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ. სანამ გადაცემდი სიტყვას ჩვენ წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენს ალექსანდრე ცხონელიძეს, 1-2 სიტყვით მინდა ვთქვა ზამთრის
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება 25 წლის 2025 წლის თებერვალში საქართველოში, თბილისში, ბაკურიანში და ბათუმში გაიმართება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ახლა ჩაერთვება ეს ვიდეო კადრები. მინდა აღნიშნო, რომ ზამთრის ახალგაზრდული სპორტული ფესტივალები წარდება 1993 წლიდან. საქართველოში ახლა იქნება ეს რიგითი ევროპის მე-17 ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი. თბილისში გაიმართება შეჯიბრებები იმ ახალ არენაზე, რომელიც დიღომში აშენდა ფიგურულ ჰოკეიში, ქალთა და მამაკაცების ჰოკეიში, გირჩევთ ყველას ქალთა და მამაკაცების ჰოკეიში, ბაკურიანში ძირითად სახეობებში და ბათუმში ფიგურულ ციკლობაში. როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან მე მაცნობეს, ამ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში 2025 წლის 9-16 თებერვალს ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 46 ქვეყნის სპორტსმენები, დაახლოებით 1000 სპორტსმენი და მთლიანად დელეგაციებთან და მცნელებთან და დელეგაციის წევრებთან საქართველოს ესტუმრება 2000-მდე სტუმარი, აქედან 1970-დან 1000-მდე იქნებიან სპორტსმენები, დანარჩენები მცნელები, შტაბი, დელეგაციები და ოფიციალური პირები. და ოფიციალური გახსნა ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის გაიმართება 9 თებერვალს ბაკურიანში. მანამდე კი, როგორც მაცნობეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 6 თებერვალს თბილისში დაიწყება შეჯიბრება ქალთა ჰოკეიში, 4-ში ჩამოდიან ვარჯიშები აქ და ყველას თხოვთ ძალიან ლამაზი სახეობა ჰოკეი პიროვნების განსაკუთრებით ქალების შესრულებით და გირჩევთ თქვენს თუ გექნება დრო თუ არ დაემთხევა უყუროთ ამ მატჩებს და უკვე 9-ში გაიმართება ოფიციალური გახსნა ზამთრის ფესტივალის. ამ დღეებში კი ახლა ეს სპეციალურ ლინკს ხედავთ, რომელიც არის 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის, ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ლინკია. ვიდეო და ფოტომასალა იქიდან ავიღე. ხვალ საქართველოს დელეგაცია მიემგზავრება რომში 19 დეკემბერს იქნება ეს ოლიმპიური ცეცხლთან დაკავშირებული სპეციალური ღონისძიება. 22 დეკემბერს ეს ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა საქართველოში, როგორც მე მითხრეს. და მთელ საქართველოში და უკვე თებერვალში იქნება ეს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. რამდენიმე ჩვენი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ფიგურულ ციკლობაში, როგორც მე შემატყობინეს, 2 ნორჩი სპორტსმენი გაბოა, 1 ბიჭი და 1 გოგო, კიდევ ბიატლონში, სამთო სათხილამურო სპორტშიც და დეტალური ინფორმაცია იქნება იანვრის დასაწყისში, რაოდენობაზე და გვარებით, ამიტომ არ ვიჩქარებ, მე კი ვიცი, მაგრამ არ გამოვაცხადე, იმიტომ რომ ჯერ ოფიციალურად გამოცხადებული არ არის. დაახლოებით ვიცი უკვე იმ ფედერაციებიდან, მაგრამ ჯერ რადგანაც ოფიციალურად გამოცხადებული არ არის და მე იმედი მაქვს, რომ რამდენიმე სახეობაში, მათ შორის ფიგურულ ციკლობაში იქნება медали ზამთრის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე და ეს იქნება უკვე რიგით მე-4 თუ მე-5 медали ამ ფესტივალების ისტორიაში, ზამთრის ახალგაზრდული ევროპის ფესტივალების ისტორიაში საქართველოსთვის. ახლა კი დაუბრუნდებით ჩვენ ალექსანდრე ცხომელიძეს, წარმატებულ სპორტსმენს წყალში ხტომაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო ჩვენთან, ირაკლი ბართაიასთან, თავის მეგობართან გიორგი წულკიძესთან, ხო? წულკიძესთან ერთად. ეს მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ტელემაყურებლებს. რამდენი წლის სანდებით ახლა? 15 წლის ალექსანდრე ცხომელიძე, წარმატებული სპორტსმენი, 2024 წლის ნოემბერში ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ალექსანდრე ცხომელიძე მოახერხა ათეულში, ტოპ ათეულში შესვლა, მე-9 ადგილი. ეს იყო უდიდესი წარმატება, ხო, არავის არ გაუკვირდეს, ასეთი შედეგი ჭოლა ჩვენ არ გქონდა, ხო? ინდივიდუალურ ხტომებში არ. ინდივიდუალურ არ. სინქრონულში ვიყავით ერთხელ მერვეები. მერვე ადგილზე, ხო? კი, მაგრამ ინდივიდუალურში არ ყოფილა. ფანტასტიკური შედეგი. წარმოვიდგენია, რამხელა დიდი შრომა არის საჭირო იმისათვის, დიდი რეჟიმი, დიდი შრომა ყველაფერზე, უარის თქმა ზედმეტებზე,
სხვადასხვა ღონისძიებებზე, მონაწილეობაზე, თანაკლასელებთან თუ ნათესავებთან, მაგრამ სულ სპორტი ყოველდღიური ვარჯიშები ზოგჯერ ორი ვარჯიში, ახლაც ვარჯიშიდან მოხვედით, ხო? და ალექსანდრე, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ, ტოპ 10-ში მოხვედრა. მოგილოცოთ და იმედი მაქვს, რომ თქვენ გააგრძელებთ ასე ვაშკაცურად და ასე წარმატებულად თქვენ დიდ შრომას და მოხდებით უკვე კიდევ იქნება ჩემპიონატები. ახალგაზრდულში აქვს უფლება გამოვიდეს კიდევ ხო შემდეგი და დიდებშიც და ტოპ 5-ში რომ მოხდეთ ამას გისურვებ პირველში ამისთვის თქვენ ყველაფერს გააკეთებთ ვიცი არაფერმა ხელი არ უნდა შეგიშალონ არც სწავლამ არც ოჯახმა არც მეგობრებმა ყველაფერს თავისი დრო აქვს მაგრამ თქვენთვის ახლა სპორტია ჩათვალეთ რომ ამ უახლოეს 5 წელიწადში თქვენ უნდა დადოთ მაქსიმუმი შედეგი. აი 5 წლის შემდეგ შეიძლება რაღაცა უკეთოთ და ზოგჯერ გართობაზეც იფიქროთ და რაღაცა სხვა რამეს დრო. აი ეს 5 წელი არის თქვენთვის გადამწყვეტი და იცოდეთ ახლა ჭკუას არ გარიგებთ, მაგრამ იცოდეთ რომ აი 5 წელიწადში ყველაფერს თუ დადებთ, იშრომებთ, ისე უდიდეს შედეგებს მიაღწევთ და ეს 5 წელიწადი იქნება მე თქვენი მომავალი ცხოვრების ძალიან დიდი ფუნდამენტი ყველაფერში. თუ მიაღწევთ უფრო მეტ შედეგებს და დარწმუნებული ვარ ამაში. ახლა მაინტერესებს ალექსანდრე. თქვენ ერთხელ იყავით გადაცემაში. და ყველა ხომ არ უყურებს ახლა იგივე გადაცემას კიდევ ერთხელ. როგორ აღმოჩნდა წყალშექმნაში, ვიცი რომ ფეხბურთის გიყვართ, სხვა სახეობების გიყვართ. როგორ მოხდა ეს, როგორ მოხდა და მე გადავიდით ბრაზილიაში. როგორ ემზადებოდით იქ ქალაქ ბრაზილიის დედაქალაქში იყავით, მე რიო-დე-ჟანეიროში გადახვედით, ცნელებზე. ჯერ ეს ბავშვობის პერიოდი, თავიდან რით იყავით გადაცემული და როგორ აღმოჩნდა წყალშექმნაში. ჩემი მეზობელი იყო პარტაია ირაკლი. დიახ. აი 6 თვის ვიყავი თბილისში რომ ჩამოვედი. 6 წლის. 6 თვის. თვის. დიახ და 6 წლის რო გავხდი, შემიყვანა წყალშექმნაში. და იმის შემდეგ ირაკლისთან ხარ თუ კიდე სხვა წნელები ყავდათ? როგორ? წნელები მარტო ირაკლი იყო თქვენი თუ? ჭოლა ჯანდური. ჭოლა ჯანდურია. დიახ. ახლა ბრაზილიაში რომ ტარდებოდა, ჯერ თქვენ გაიარეთ თავად ბრაზილიაში, ქალაქში იყო იქ ის მოსამზადებელი ეტაპი, ხო? თქვენ იქ იყავით, ხო? აი ეს კლიმატური ცვლილება როგორ მოქმედებს თქვენზე? აი ბრაზილია სულ სხვა კლიმატია, ხო? აი თქვენზე როგორი მოქმედა? არ ვიცი. უფრო იმოქმედა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ძნელი იყო, იქ უფრო სიცხე იყო და რაღაცები. კი. და ის თვითონ საათის იქ სხვა საათობები ეს არის სისტემა აქ აი ძილი პირველ დღეებში ეს მიეჩვიეთ, ადვილად მიეჩვიეთ ამას? მე კი ადვილად მიეჩვიე. უკვე 10-ზე იქ გვეძინა. 10-ზე ხო? და იქ თქვენს გარდა სხვა ნაკრებებიც იყვნენ ხო ქალაქ ბრაზილიაში? ბრაზილიაში კი. აი ხარით სიმართლე. სხვა ნაკრებები ხომ იყვნენ? გოგოები ხომ არ გაწუხებდნენ იქ შეიძლება სპორტსმენებზე ვამბობ. ხომ არ გაწუხებდნენ რაღაცა? ხომ არ იყო ასეთი მცდელობა რომ თქვენი სპორტული გრაფიკი განრიგი დაერღვიათ? არა. არა, თქვენ იცავდით რეჟიმ დისციპლინას, ხო? მარტო სპორტზე ფიქრობდით იმას, ხო? ახლა თქვენ ჩემპიონატის წინ რიო-დე-ჟანეიროში შინაგანად როგორი განწყობა გქონდათ? მინიმუმ, მაქსიმუმი აჩვენეთ თუ მეტი შეგეძლოთ? თუ ნაკლები მოლოდინი გქონდათ და მე-9 ადგილი ტოპ 10-ში ხუმრობა არ არის? მეტი შემეძლო ესე მგონი. შეგეძლოთ მეტი, ხო? ტრამვები მქონდა მანამდე და დიახ. აგერ რომ მქონდა უფრო მეცას დავდებდი შედეგს. ეს ტრამვები ზაფხულში, ხო? არა, 2 თვის წინ. მანამდე, სექტემბერში. სექტემბერში. ეს ვარჯიშების დროს. ვარჯიშების დროს უფრო ნაკლები რაღაც ფეხი დაიზიანა, ოღონდ არა ვარჯიშზე და მე გაურთულდა. ბურთს ხომ არ თამაშობდა? არა, ბურთით არა. ხო, მესმის. და თქვენ მეტი შეგეძლო, როგორ ფიქრობ, 5-ულშიც გქონდათ, ხო? პოტენციალი რომ შესულიყავით. სინქრონულში გქონდა 5-ულში. გაბრაზდით თქვენ თავზე რომ ვერ მოახერხეთ 5-ულში შესვლა. ესე რა. მაგრამ ახლა უყურეთ მე მესმის თქვენ კმაყოფილი არ არის ეს კარგია რომ შედეგით არ არის კმაყოფილი მეტი შემეძლო ესე იგი თქვენ გაქვთ მიზანი რომ ის 5-ულში მოხდეთ მომავალ ასეთი დონის ჩემპიონატზე და მე დიდებშიც 5-ულში მოხდეთ
ახლა რა მაინტერესებს, აი როცა შეჯიბრებებზე ხართ, აი ჯერ ემზადებოდით, მე შეჯიბრება. აი დაუშვათ ირაკლი ბართაია წავიდა ფეხბურთზე მარაკანაზე. თქვენ იცოდით რომ მიდიოდა ირაკლი ფეხბურთზე? დიახ. მე მაგითხარ რომ შეგნებულად არ წავიყვანეო, შემეშინდაო რამე იქ იმდენი ხალხი, ახალგაზრდა ბიჭები 15 წლის სპორტსმენები და რამე იქ ამდენ ხალხში ხომ 100,000 130,000-მდე იყო მაყურებელი და რამე რობარ მომხდარიყო რაღაცა მაინც იქ კრიმინოგენური სიტუაციაც ცოტა რთულია ბრაზილიაში ხო და აი ეს ფეხბურთი გიყვართ ხო ვიცი ფეხბურთი გიყვართ და უყურებთ ფეხბურთს ახლა რა მაინტერესებს კიდევ უახლოესი ტურნირები ახლა 25 წლის პირველ ნახევარში ემზადებით ხო ტურნირების რისთვის ემზადებით ახლა ემზადებით საქართველოს ჩემპიონატი გვაქვს აქ თბილისში დიახ იანვარში დიახ და შემდეგ დეკემბრის ბოლოს გვაქვს დეკემბრის ბოლოს თბილისში და უკვე მომავალ წელს უკვე მარტში არის შეჯიბრი გერმანიაში დრეზდენში ჯერ როსტოკში და შემდეგ დრეზდენში და დრეზდენი არის ისეთი დონის შეჯიბრი დაახლოებით ევროპის ჩემპიონატის დონის შეჯიბრი ყველა ვინც ევროპაში რამეს წარმოადგენს ჩამოდის მაგ შეჯიბრზე და გარდა ევროპული ქვეყნებისა ასევე ჩამოდის ყოველ წელს ჩამოდის ავსტრალია, კანადა და სამხრეთ αφრიკა და ზოგჯერ არის რომ ჩინეთიც ჩამოდის და ეს კადრებიც არის იქ ბრაზილიაშია გადაღებული ირაკლი ბართაია მომაწოდა ეს სოფლიო ჩემპიონატი ვარჯიშები ბრაზილია და იქაურია ხო ისე იქაური კადრებია და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატი იქნება ახალგაზრდებში მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატი არის საბერძნეთში ათენში ივნისში ტარდება სადაც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას 4-იან მათ შორის ალექსანდრე ცხომელიძე უნდა იქნებოდა კი აუცილებლად იქ ხუთეულში და შეიძლება მედალიც მოახერხოთ ნახოთ წინასწარ ძნელია თქმა იმიტომ რომ მომავალი წლიდან უკვე ცხომელიძე გადადის 18 ასაკში კი ამიტომ იქ დიდი კონკურენცია იქ დიდი კონკურენციაც არის და ისე გამოდის რომ პირველი წელი ყველაზე რთულია რადგან ანუ 3 წელი ხარ მაგას აქში და 2 წლით უფროსებს ეჯიბრები და შესაბამისად უფრო რთულია ახლა ვიცი რომ ფეხბურთი უყვართ ძალიან ჩვენი ნაკრები მოხდათ სერიოზულ გუნდებთან შესარჩევ ციკლში სოფლიო ჩემპიონატის 26 წლის სოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში ჯგუფში გაყოლება თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი ნიდერლანდების გამარჯვებული ამ წყვილის ერთა ლიგის. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ახალგაზრდა ბიჭი ხართ, გიждდებით ფეხბურთზე, კი წყალშეხტომაში ხართ, ძალიან დიდი მიღწევები გაქვთ 15 წლის ასაკში სოფლიოს ტოპ 10-ში შეხვედით, ჩვენ ნაკრებს შანსი აქვს მეორე ადგილი დაიკავოს, როგორ ფიქრობთ? ჯერათ ამის? არ ვიცი. რთული იქნება? რთული იქნება ძალიან. მაგრამ შანსი ყოველთვის არის. არის ხო? თურქეთთანაც უნდა ვიბრძოლოთ და ბულგარეთთანაც და მეორე ადგილით მე პლეიოფში გადიხარ ხო და შეიძლება პირველ ადგილზე როდესღაც უნდა მოუგოთ ან ესპანეთს ან ნიდერლანდებს სულ წაგებები ხომ არ იქნება გამოცდილებას იღებს გუნდი ხო და ისე ფეხბურთის ნაკრები საფეხბურთო ნაკრების მატჩებს ესწრებით თბილისში ბილეთების პრობლემა ხომ არ აქვს? კი, არის. არის ხო ბილეთების პრობლემა? ესე იგი თქვენ უნდა მიწეროთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ალექსანდრე და ისინი დაგეხმარებიან ასე წარმატებულ სპორტსმენს აუცილებლად რომ იღბალი არ გაქვთ იქ როცა გაყიდვები არის ვერ ახერხებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ალექსანდრე. მორიდებული ბიჭია მესმის ყველაფერმა, ფანტასტიკური შედეგები და უფრო მეტია მომეწონა რომ თქვა რომ მეტი შემეძლო, მაგრამ ვერ მოახერხეთ. რავმებია, ადაპტაცია ყველაფერი ერთად და კონცენტრირებულია და რაც შეება ფეხბურთზე მატჩს, ვეცდები ერთი ბილეთი თქვენ მოგიხერხოთ თუ შევძლებთ, თუ შევძლებთ. ორს თუ მოგვიხერხებთ. ორს, კაი, გასაგებია, დიდი მადლობა. ვეცდები ახლა პირობას არ გაძლევთ, მაგრამ თუ ჩამივარდება ხელში სექტემბრის მატჩებზე. კი ბატონო. მარტში რომ არის სომხეთთან, იქ არ ვკითხოთ, იქ ძალიან დიდი უკვე ერთი ხუთმაკაცმა მთხოვა და არ ვიცი ის სპეციალური აპარატი ხომ არა მაქვს რომ მე დავბეჭდო, ამიტომ ეს გამართლებაზეა, გამართლებაზე. დიდი მადლობა.
ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. კიდევ ერთხელ შეგახსენებ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, რომ პირდაპირ ეთერში იყო კომენტატორ რეკორდსმენის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის სახელობის სპორტული ტელეგადაცემა, რომლის წამყვანი ვარ მე, ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ დამსახურებული მწვრთნელი, ფიგურულ ციკლობაში დამსახურებული მწვრთნელი ქალბატონ ლელა ჩოპიკაშვილი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი წყალში ხტომაში ჭოლა ჭანტურია და სოფლიო ჩემპიონატის ტოპ 10-ში მოხვედრილი ჩვენი წარმატებული სპორტსმენი 15 წლის ალექსანდრე ცხომელიძე. დიდი მადლობა, გისურვებთ გამძლეობას და წარმატებებს. კარგად ზანდებოდეთ. აბაულა.